ახალი წლისა და შობის დღესასწაულებზე მოგეხსენებათ ნაძვისხე მთავარი სიმბოლოა, თუმცა ეს ტრადიცია ეკოლოგიურ პრობლემასაც ქმნის. არსებული სტატისტიკის მიხედვით სადღესასწაულო სეზონისთვის მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოიდგინეთ, ახლა დაახლოებით 100-120 მილიონი ცოცხალი ნაძვისხე იჭრება. არ ვიცი როგორ გავაგრძელო ეს ამბავი. ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებზე, სადაც ნაძვისხის გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული. საშინელებაა. კი, თუმცა ბოლო წლებში არის გარკვეული დადებითი ცვლილებებიც. სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ხელოვნურ ნაძვისხეს, ჩვენს მსგავსად, ასევე იზრდება სანერგეებში სპეციალურად მოყვანილი ნაძვების გამოყენება და ქირაობის პრაქტიკაც კი. ეს მიდგომები ნაწილობრივ ამცირებს ეწოლას ბუნებრივ ტყეებზე, თუმცა ნაძვისხეების ჭრა ისევ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემად რჩება. ნამდვილად და უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს პრობლემა საქართველოშიც დგას, თუმცა ტყის რესურსები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა. ამასთან საქართველოში არსებობს ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო ალტერნატივა, მაგალითად ჩიჩილაკი, რომელიც ქართული ტრადიციის ნაწილია და არ საჭიროებს ტყის გაჩეხვას. ბოლო წლებში სახელმწიფოსა და გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მხრიდან სწორედ ეკოლოგიური არჩევანის წახალისება დადებით ტენდენციად მიიჩნევა და ეს ძალიან კარგია. ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით და ხე-ტყის გაჩეხვის სტატისტიკის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას ატარებს. ნუმოჭრი ნაძვს ამ სახელწოდების კამპანია უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. რაზიანს ვაყენებთ ეკოსისტემას წიწვოვანი ხეების მოჭრით და როგორია წინა საახალწლოდ გამკაცრებული სანქციები ამ საკითხებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი არის ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ქალბატონო ნათია, მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოხვედით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ყოველწლიურად გვაძლევთ საშუალებას თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია რამდენიმე დღიანი განწყობის გამო არ გავხდეთ უნებლია მონაწილენი ძალიან ისეთი ზიანისა, რომელიც ჩვენ საცხოვრებელ გარემოს შეუქმნის საფრთხეს. ქალბატონათია, ჩვენ წინა საახალწლოდ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს, ჯერ კიდევ რომელი წელი იყო შუადღის ფორმატში რო ხვდებოდით ერთმანეთს და იცით რა არის, ბევრ ადამიანს არ აქვს ეს ემოციური კავშირი ბუნებასთან და ცოტა გაუგებარია მისთვის, არსებობს ტრადიცია და ამ ტრადიციას ბრმად იცავს, ვერ აანალიზებს, რაზეა შეიძლება აყენებდეს ბუნებას. ვისაც არ აქვს ეს ემოციური კავშირი, მოკლედ, მათთვის არსებობს სანქციები სახელმწიფოს მხრიდან. აი, რომ მოგვიყვეთ ამ სანქციების შესახებ, რომ გაითვალისწინონ, რა სანქციები არსებობს და ყოველწლიურად თუ არ ვწდები, ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო ისეთი ზომები მიიღოთ, დამცავი. სამწუხაროდ გვიწევს. ნამდვილად ასეა, ყოველწლიურად ვცდილობთ აქვე დასაწყისისთვის აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა შედეგიც გამოიღო და ნამდვილად გვაქვს შედეგები, ნამდვილად ჩვენი საზოგადოება უფრო მომზადებული ხდება, უფრო ინფორმირებულია და განწყობებიც უფრო და უფრო იმატებს. თუმცა დიახ, გვიწევს, სამწუხაროდ გვიწევს მკაცრი სანქციების გამოყენებაც, სწორად აღნიშნეთ, წლიდან წლამდე ჩვენ ვამკაცრებთ ამ სანქციებს. წელს ბოლო ცვლილება მაისის თვეში განხორციელდა და ახლა უკვე უკანონო ჭრა, მათ შორის წიწოვნებისა, გახლავთ 2000 ლარი პირველ შემთხვევაზე, თუმცა განმეორებითი შემთხვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხად ფასდება. თუმცა აქ არ მთავრდება საქმე პირველი შემთხვევისთვისაც და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხდება გარემოზე მიყენებული ზიანის გამოთვლა და თუ ეს ზიანი აღემატება 1000 ლარს, აქაც უკვე სისხლის სამართლებრივი შეფასება ხდება. 1000 ლარი და ზემოთ ეს არის 1-დან 3 წლამდე, თუ 3000 ლარია გარემოზე მიყენებული ზიანი, უკვე 5-დან 7 წლამდე. ანუ სანქციები საკმაოდ მკაცრია. ჩვენ რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ ეს სანქციები არ იყოს გამოყენებული, უფრო ნაკლებად იყოს გამოყენებული და ამიტომ არის რომ ყოველწლიურად ვცდილობთ თქვენ ნამდვილად კარგად ახსენეთ, შეიძლება ყველას არ ქონდეს ესეთი ემოციური ბმა, ან ვერ აცნობიერებდეს, რამდენად უნებლიეთ, რამდენად შეიძლება ამ ზიანის იმიტომ რომ აი რეგიონებში სოფლად უფრო ეს რაღაცა ტრადიციის ნაწილი არის და თითქოს ასე აკეთებდა ყველა თაობა და რა არის ამაში განსაკუთრებული და ამაში არის ჩვენი როლი, რომ გავაგებინოთ საზოგადოებას. ძალიან მარტივია, რომ წარმოვიდგინოთ რა სახის სცენარებს ვიყენებთ საახალწლო ნაძვისისთვის, ხო? ეს არის ახალგაზრდა
ხეები, რომლებმაც მომავალში ტყე უნდა შექმნან და უფრო მეტი სარგებელი დაგვიბრუნდეს ჯანსაღი გარემოს თუ იგივე სამასალე თუ საშეშე მერქნის სახით. აქვე ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ უკანონოდ დაუშვებელია ტყის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ასეთი სახის ნარგავობის მოჭრა საახალწლო ნაძვის ხეების მიზნებისთვის და სხვა შორის ეს მუდმივად ასე იყო ზუსტად რამდენიმე დღის წინ მე ვნახე ძველი ჩანაწერები ჯერ კიდე 1920-იანი წლების, როდესაც ტყეთა ინსპექტორი ასეთი გახდა სოლომონ ქურდიანი იმ დროს გამოსცემს სპეციალურ ბრძანებას, რომ რადგან მასშტაბური სახე მიიღო ზუსტად ტრადიციულად ახალგაზრდა წიწოვნების განადგურება ტყეშია, მოვუწოდოთ ყველას, რომ ეს აღარ მოხდეს და ეს გახდეს აკრძალვა. ერთი საუკუნის წინ მოდის ეს ქალბატონ ნათია, ახლა მე სანამ კითხვას დაგისვამთ, ქვეკითხვა გამიჩნდა, იმიტომ რომ და ცოტა დავიბენი და ეს ზიანი მაინტერესებს 3000 ლარიანი ზიანი, რას როგორ ითვლება ეს ზიანი? ეს არის სპეციალური მეთოდიკა და მინდა გითხრათ, რომ ეს თანხას ხანდახან გონიათ ხოლმე, რომ ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. არა, კონკრეტული შემთხვევა ძალიან პატარა ზიანიც გააჩნია, სახეობას გააჩნია, რაოდენობას. ეს არის დამტკიცებული მეთოდოლოგია, კი ბატონო, ყველა კონკრეტული ფაქტი ფასდება, როგორც ადმინისტრაციული ჯარიმის სახით, რაც ვახსენე უკვე 2000 ლარი და ასევე უკვე გარემოზე მიყენებული ზიანი აი ამ მეთოდოლოგიით, რომლითაც ხელმძღვანელობთ ხოლმე და ეს თანხა ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს. გასაგებია. მე ახლა ჩვენ ვისაუბრეთ უკანონობაზე, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრ ადამიანს ახლა ახალწელს უყვარს ეს ცოცხალი ნაძვის ხე და მოდით ახლა კანონიერად როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოპოვება, ამაზე ვისაუბრეთ, წიწვოვანი როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა კანონიერად. დიახ, აი რო ვახსენებ მდგომარეობის გაუმჯობესება, სხვა შორის იმაშიც გამოიხატება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი კითხვითაც მოგმართავს, აი ამ კითხვით მოგმართავს და ძალიან ბევრი უპირატესობას ანიჭებს ქოთანში გამოყვანილ წიწოვნებსაც, რომ შემდეგ უკვე გარემოში დაბრუნება მოხდეს, იქნება ეს ჩვენი საკუთარი ეზო თუ იგივე ტყე, ხო? საბედნიეროდ დღეს საქართველოშიც არსებობს როგორც სანერგეები, ისე პლანტაციები, რომ სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყვანილ წიწოვანებს უპირატესად ეს სოჭია ხოლმე, სხვა შორის აქაც ერთი პატარა ესეთი ამბავია, რომ ნაძვის ხე ყველაზე ლამაზი ხე, სინამდვილეში ეს გახლავთ სოჭის სახეობა. სთავაზობს მომხმარებელს, საკმაოდ ბევრია იმპორტირებულიც, ასე რომ არჩევანი საკმაოდ ფართოა. ჩვენ აქ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ვეხებით ტყეს. ტყეში ბუნებრივად არსებულ წიწოვან მცენარეებს და აი ამ ასაკში მათი მოჭრა ამ მიზნებისთვის არის საკმაოდ. უნდა ვთქვა ახლა აუცილებლად, აი ქოთანი რო ახსენეთ, მე ვიყიდებ ერთხელ ქოთნის ნაძვის ხე, აი ამ ხელა დაახლოებით, მე ვთქვი, დავდგა 2 კვირა თუ რამდენი ხანიც არის სახლში და მე დავდგა დაჭკნა. ხო, აი მოვლასაც რა თქმა უნდა, მოვლასაც თავისი გამოცდილება ახსენე, რომ დაუკარგე ხალხს სურვილი. არა, მოვლა უნდა თურმე რაღაც საკურველია, მოეკიდეთ პასუხისგებლობით, მოკლედ ცოცხალად. თუ ძალიან არ არის რთული, თუ აი ამ ძალიან მარტივ წესებს დავიცავთ, პირდაპირ სითბოს ქვეშ არ იქნება, ტალღების ქვეშ არ იქნება, გამათბობელთან და მორწყვითად შესაბამისად მოვწყავთ ძალიან მარტივად გაზაფხულზე ჩვენ შეგვიძლია რა გადავიდეთ. საინტერესო ალბათ აქ მარტოდ კარგად შეიძლება ადამიანს მოუნდეს ცოცხალი ნაძვის ხე და იფიქროს, რომ მე ტყეში მივალ, გადმოვრგავ ჩემით ამ ნაძვის ხეს, წავიღებ სახლში და ისევ დავაბრუნებ. ეს რამდენად კანონიერია? ესეც არ არის კანონიერი, არა მხოლოდ მოჭრა, დაზიანება და ესე უნებართოთ ამოძირკვა. არსებობს ისე ეგეთი შემთხვევები? არის ასეთი შემთხვევებიც მქონია, იმიტომ რომ სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ბრაკონიერები საქართველოში ძალიან ფართო ფანტაზიით და მოხერხებით გამოირჩევიან და შესაბამისად მქონია ასეთი შემთხვევებიც, თუმცა ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა, ესეც აკრძალულია, რადგან ამასაც თავისი წესები აქვს, ზოგადად ის ბუნებრივად წამოსული მოზარდაღმონაცენი შეიძლება ჩვენ გვეგონოს, რომ პატარა მცენარე მარტივად ამოვიღებთ, მაგრამ ზიანდება. ზიანდება ისე, რომ ვერც გავახარებთ და იქაც უნდა დავაშავოთ. შესაბამისად თავად. მადლობა, წარმატებები თქვენ და წარმატებები ჩვენ. ახლა შეგვიძლია ეს ვიდეო რგოლი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს დაკვეთით კომპანია Storyline-მა მოამზადა და რომელშიც ერთი ნაძვის ისტორია მოთხრობილი, რომელსაც მინიმუმ როგორც ქალბატონმა ნათიამ ახსენა 100 წელი უნდა ეცოცხლა. ნუ მოჭრი ნაძვს. ეს არის მთავარი გზავნილი, უпроსორად კი პატარა გზავნილი დიდი შინაარსით და აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ძვირფასი ავთო გვასალიას წყალობით მეც მივიღე ამ რგოლში, ვიდეო რგოლში მონაწილეობა. ვნახოთ ერთად. წლების წინ პატარა ენერგია იყო. ყოველი წვიმის შემდეგ ოდნა ვიზრდებოდა. 12 წელი დასჭირდა სანამ ხედი ქცეოდა. და როდესაც თოვლი მოდიოდა,
ყველაზე ლამაზი ის ხდებოდა. გაიზარდა, ტოტები გაშალა და ჟანგბადი გვაჩუქა. ერთ დღესაც ის უბრალოდ მოაჭრეს. 12 წლის სიცოცხლე მხოლოდ ერთი დღისთვის დაასრულეს. კიდევ სულ მცირე 100 წელი უნდა ეცოცხლა. გაუფრთხილდეთ ბუნებას. ნუ მოვჭრით ნაცვლს.